მოგესალმებით, დღეს საკრუიზო ტურით მივდივართ საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულ აეგინაზე. ტურის ერთი გზის ღირებულება სტუდენტის საერთაშორისო ბარათით შეადგენს 6 ევროს, ხოლო ჩვეულებრივი ჯენერალ ბილეთის ღირებულება შეადგენს 12 ევროს. ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ ოფიციალური საიტიდან, თუმცა ძალიან ადრე დაჯავშნა არ არის საჭირო, წინა დღეს ვიყიდემე და მაინც შევძელი ჩვეულებრივ წამოსვლა. You're my Coney Island baby, mean so much to me. You're my. რაც შეეხება სანაპირო ზოლს, ყველგან ბანაობა არ შეიძლება. თუ გინდა რომ ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას წახვიდე საბანაოდ, იქ ფაქტობრივად ვერ შეხვალ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ქვებია. სანაპირო ზოლზე არის ძალიან ბევრი რესტორანი თევზის. ჩვენ ავარჩიეთ ერთ-ერთი მაისტრალი, რომელსაც შეფასება ჰქონდა 4 და 7. შევუკვეთეთ პასტა ბოსტნეულით და მიდიებით, ცალკე მიდიები და თევზის დაფა, წყალი და პური. ერთად დავაგემოვნოთ. ასევე თუ გინდა რომ კონკრეტულად ზღვის ხედზე დაჯდე, უნდა დაჯავშნო მაგი და წინასწარ. ახლა ყველა მაგი და დაჯავშნილი იყო და არ ვარ ზღვის ხედზე, თუმცა მაინც ძალიან ლამაზ ხედზე ვართ. რაც შეეხება საკრუიზო ტურს, ათენიდან შეგიძლიათ მოინახულოთ 3 კუნძული და ამ ტურის ღირებულება შეადგენს 130 ევროს, თუმცა ჩვენ ავარჩიეთ ერთი კუნძული, აეგინა როგორც უკვე ვთქვი. და ერთგან იმიტომ წამოვედით, რომ იმ ორ კუნძულზე კარგი შეფასებები ისეთი არ იყო და გვერდჩვენა, რომ კონკრეტულად ერთი გვენახა და უფრო დიდი ხანი ვყოფილიყავით. აეგინამდე გზა არის საათი და 10 წუთი ზუსტად. ეს არის თევზის დაფა, პასტა, რომელსაც უცნაური სტრუქტურა აქვს და მიდიები. თევზის ყველა სახეობა იყო 10-დან 8 ფეხა არ გამისინჯავს, არასდროს ეხლა უნდა გავსინჯო პირველად და ვნახოთ. იყურება ასე. დაფას მოყვა ნივრის და რაღაც ცხარე соуსი, ნუ კეჩუპის რო ვთქვათ. ნივრის соуსი არის უგემრიელესი და ძალიან უხდება. გემრიელია. აი, ერთი დომინანტური გემო არ აქვს ჩემთვის, მაგრამ რაც აქვს მართლა გემრიელია. ბროკოლის ტექსტურა აქვს. ხო? ხო არა. ბროკოლის ტექსტურა აქვს. ტექსტურა აქვს გოგრის კურკის. მაგრამ გემრიელია. ანუ რანაირი პასტა არ ვიცი, მაგრამ რაც არის მართლა გემრიელია. მოკლედ თევზის დაფა 10-დან 10, პასტა გემრიელი იყო, მაგრამ 10-დან 9, იმიტომ რომ პასტის სტრუქტურა არ აქვს, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი და უცხო გემო აქვს და ეხლა დავაგემოვნებ მიდიებს. გამოვედით კვების ობიექტიდან რენდომ ადგილებში სასეირნოდ. ყველაფერი რაც მივირთვით იყო 50 ევროს და 40 ცენტის, რაც 3 ადამიანისთვის არის ძალიან იაფი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რადგან კუნძულია ფასები შედარებით მაღალია, ვიდრე ათენის ცენტრალურ ნაწილში. ათენი იყო ძალიან იაფი. ანუ 3 ადამიანისთვის ცენტრალურ და კარგ რესტორანში 30 евро არის საკმარისი. ანუ ერთ ადამიანზე 10 евро ერთ ჭამაში ძალიან იაფია. ყავა კარგ ადგილებში რო დაливარ ცენტრალურ ნაწილში ვერ და 2 евро, წყალი 50 ცენტი და კრუიზე იყო ცოტა ძვირი. 1 евро ღირდა წყალი და 3 евро ღირდა ყავა. ათენის სანახავად ერთი დღე არის საკმარისი. ისე რომ აკროპოლისიც ნახავთ, ქუჩებიც დაათვალიერო. ძირითადად ლამაზი იყო ცენტრალური ქუჩები, დანარჩენი ისე ძალიან მე არ მომეწონა. მაგრამ ამ კუნძულზე რაც ვნახე, ყველაფერი ძალიან ლამაზია. You're my pretty little lady. I love you tenderly. You're my lucky star. That's what you are. You're my Coney Island baby.
გეცადოთ ჩემი დღევანდელი ვლოგი. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა მომავალ შეხვედრამდე. ძალიან შავი ვარ. არ ჩანდა.